გრძელდება კულინარიული მოგზაურობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ მხარეში. უკან არის იმერეთი, წიწილა, ახალ ყემალში. იმერულად ბჟიტი ტყემალში, რომელსაც მოყვა ჩაშუშული კეცზე ბროწეულთან ერთად. ნეშოში გამომცხვარი მჭადი და კიდევ უფრო მეტი. ჭაჭი გამომცხვარი თევზი, ან ხორცი, ან ბოსტნეული. დღეს ვახო სოფელში მიდის და ამასაც აქვს თავისი გემო, ბავშვობის გემო. ზემო იმერეთის სოფელ საწირეში, ამ ძველებუროდაში, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. აქ ცხოვრობს ერთი იმერელი ბებო, რომელიც სტუმრებს ელოდება და დილიდან სამზადისშია. იმერული წესით, რა თქმა უნდა, მეზობლებთან ერთად. ჯერ ჭიშკრამდეც არ ვარ მისული, ვიცი გძნობს რომ მოვდივარ. აზიკაბებია! იმერეთი. სტუმრებს მიიღებ! შემოგევლე. ესეც იმერული კულინარიული კულტურის ნაწილია. ერთგვარი აპეტაიზერი, იმიტომ რომ აქ შენი მოსვლა უხარიათ. დიდი ხანი ემზადებოდნენ და ერთი სული აქვთ როდის გაგიმასპინძლდებიან. იმერულ ოჯახში თუნდაც რო ხარ მოსული და უკვე მზად რო არის ხაჭაპური, აი იმ სწრაფი იმერული ხაჭაპურის მომზადება თუ გაინტერესებს, წამოვყდებით. კილო ნახევარი ფქვილი, კილო ნახევარი ფქვილი, დროჟი და მარილი. საფუარი და თბილი წყალი. მარილიც გემოვნებით. რა არის ეს იმერული ხაჭაპურის საიდუმლო? იმერული ხაჭაპურის ცომს იცომავთ თხელს. თხელს შედარებით. და გახურებულ კეცზე. გახურებულ კეცზე ვაჯებთ და ეს არის შემდეგ გემრიელად მივირთ. ხაჭაპურს ვატრიალებთ თუ არა, ის თავის სიმხურვალი აშუშებს. თავის უხალ? არ უნდა გადაბრუნოთ. ჩვენ კეცი ხო არ გავაცხელთ? კარგი ცეცხლი, ცხელი კეცი, თხელი ხელი ცომი. ცომი. ეს არის გემრიელი იმერული საიდუმლო ხაჭაპური. ხაჭაპურს. გადასარევი ყველია. საფრის კვერცხი. კვერცხის ცილას ურავთ ყველში, რო არ გამოვიდეს წყენთ მაყურებელს აჰა. ზოგჯერ გამოსვლა იცის და გულის მოსმა ვიცით ზემოდან. თავზე. ხო. ეს ცომი მზად არის ახლა, ხო? უკვე მზად არის ცომი. ბლომად ყველი. ლომად ყველი აუცილებლად. ცომზე უფრო მეტი ყველი უნდა იყოს. მეორე კეცი და ზემოთ. მეორე კეთს დავახურავთ თავზე. ასე გამოცხება უკვე? დიახ. შვენიერი. ჩემი პირველი იმერული ხაჭაპური იმერეთში. ძალიან გემრიელია. სწრაფი ხაჭაპური იმერულად. ასეთ ხაჭაპურს ღუმელში ვერ გამოაცხო. ასეთ ხაჭაპურს მარტო კეცზე თუ გააკეთებ. ნამდვილი იმერული ხაჭაპური. იმერული ხაჭაპური კეცზე. ფქვილი კილო ნახევარი. წყალი 500 მილილიტრი. საფუარი 20 გრამი. მარილი გემოვნებით. შიგ თავსი. ჭყინტი ყველი 1 კილოგრამი. კვერცხი 2 ცალი. კეცზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის შემდეგ, რაღაც საინტერესო გემრიელი მეც რომ გასწავლოთ, გადავწყვიტე, რომ მოვამზადო ყველაზე რთული ცომი, ფილოს ცომი. შესაბამისად, ვაცხობთ ხაჭაპურს ფილოს ცომში. დავიწყეთ. ფქვილი დაახლოებით 400 გრამი. მარილი დაახლოებით 1 გრამი. ზეითუნის ზეთი დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. თეთრი ძმარი 1 სუფრის კოვზი. და წყალი 150 მილილიტრი. მოვზილოთ ცომი.
ეს არის ცომი, რომელსაც ყველაზე მეტი ზელვა ჭირდება. აი, მივიღეთ ესეთი პლასტელინივით მასა. ეხლა ცოტა ხანი დავასვენოთ, დაახლოებით 15 წუთი და მე კიდევ ერთხელ გადავზილოთ. ცომი უკვე მზადაა გამოყენებისთვის. გავიყვანოთ აი ესეთ ფორმაზე და დავჭრათ პატარა გუნდებად. ბოლო. დაახლოებით 9 კილო იმერული ნაკლებად მარილიანი ყველი. დავუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი, რომ მასა უფრო შეკრული იყოს და ხელით ამოურიოთ. ცოტა ფქვილი შეგვიძლია დავუმატოთ, რომ სითხე არ გადმოვიდეს თვითონ მერე ცომიდან. ყველიც მზად არის. დავიწყოთ ფილოს ცომის ფენების გაბრტყელება. ყველაზე რთული ნაწილია სხვათა შორის. ცოტა ფქვილი და დავიწყეთ გაბრტყელება. ძალიან თხელი უნდა იყოს საბოლოო ჯამში თითო ფენი. აი, ესეთი თხელი ფენა უნდა მივიღოთ ცომის. ქაღალდივით. ფილოს ცომს თუ ინახავთ გამოყენებამდე, აუცილებლად ზემოდან დააფინეთ ცელოფნის პარკი და ზემოდან სველი ტილო, რომ არ გამოშრეს. თორე ზუსტად 5 წუთში გამოშრება ცომი ისე, რომ დაიმკვევა. მე გადავწყვიტე, რომ ბოლომდე აღმოსავლურ სტილში მოვამზადო ეს ხაჭაპური, ანუ ექნება დახვეული ფორმა, მაგრამ გემოექნება ხაჭაპური. ყველა ფენას უნდა გადავუსვათ ჩვეულებრივი ზესუმზირის ზეთი. ესე მზად არის, ჩავდოთ ყველი. აი ესე მთელ სიგრძეზე დავდოთ ყველი. და ეხლა მივცეთ საბოლოო ფორმა. აი, ნელა-ნელა წამოვიღოთ. გადაგვაქვს გამოსაცხო ფირფიტაზე. ძირზე წაუსვათ ცოტა ზეთი. ზემოდანაც გადავუსვათ ზეთი. მზად არის, ყველგან წაუსვით ზეთი თანაბრად და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 10-15 წუთი. ხაჭაპური აღმოსავლურად. მოვამზადოთ ფილოს ცომი. დაგვჭირდება 400 გრამი ფქვილი, 150 მილილიტრი წყალი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, თეთრი ძმარი 1 სუფრის კოვზი და 1 გრამი მარილი. შიგთავსი. ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი 500 გრამი, 1 ცალი კვერცხი და 10 გრამი ფქვილი. გავჭრათ.
ფანტასტიკური ცომი. ფილოს ცომის ხაჭაპური აღმოსავლურად მზად არის. ეს არის კვაწარახი, იმერული, ტყემლისგან მზადდება. ტყემალს გამოუღებ. წვენს და ვადუღებ, შემდეგ სქელდება. და მთავარი ინგრედიენტია ლობიოსთვის, ქოთნის ლობიოსთვის. კვაწარახი რო. კვაწარახი აუცილებელია. ნაკოჭხალი მზად არის. მზად არის, აბა შემოვდგათ ლობიო. შევუდგეთ წვანილის მომზადებას. რომ მოიხარშება, ჯერ კვაწარახი უნდა ჩავასხოთ. ანუ როგორც კი მოიხარშება კვაწარახს ვამატებ და კვაწარახი შემდეგ უკვე წვანილი. წვანილი, ნიორი. ხინძი, ოხრახუში, ნიახური. ლობიო ნაკოჭხალზე რამდენი ხანში ხარშება? 1 საათი არ უნდა. იმიტომ რომ ქოთანი დიდხანს შიგნი კიდევ დუხს რო გახურდება და მალე იხარშება შედარებით. მოიხარშა უკვე კვაწარახი. კვაწარახი ჩავამატეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზე. აუ ამის ტყლაპი იქნება გადასარევი. წვანილის გამზადებამდე შევდგათ ისე. ხო. ნაკოჭხალი გავშალოთ. ნიორი ალბათ უნდა დაინაყოს, ხო? აუცილებლად. აი, თქვენ დანაყეთ ნიორი, მე მწვანელს დავჭრი. ნიახური, კინძი და ოხრახუში გვაქვს თითო თავი. უყვარს იმერულობიოს ბევრი მწვანილი. ამას კიდევ დავამატებთ პრას, ასევე დაკეპილს. პრასი რამდენი დავკეპო? ეს ნახევარი დაკეპოთ. მარილი გემოვნებით ნიორში. ყველაფერი მზად არის მე მგონი, ხო? კი, მზად არის. შეგვიძლია გადმოვდგათ და შევკრასოთ. წვანილი დაჭრილი. უშეკინო. მოურიოთ, შევდგათ კიდევ და შემდეგ გამოვლესოთ. ესე წამოდუღდა უკვე ამოლესვის დროც დადგა. სულ არ სადარლესავე. ეს არის იმერული ლობიო, ამოლესილი და ეს არის თავარი იმერეთში. აბა გავსინჯოთ ახლა, ვახო გასინჯა. კი, გავსინჯო. მაგრამ რითი გასინჯა? მე ამა შუადღი დამავდები და მზადა ვარ. აგე მაგ მე. ჭადი. იმერული ლობიო. ასეთი ლობიო მე არსად არ მაქვს ნაჭამი. აი, ასეთ შეჭამხოლობ ძალიან იმერეთში. გასხვავებული გემო, ხო? მე შევინი ჭადი, იმერული ლობიო. ქოთნის ლობიო იმერულად. ლობიო მოხარშული 1 კილოგრამი. კვაწარახი 2 სუფრის კოვზე. კინძი, ოხრახუში და ნიახური 1 კონა. პრასი ნახევარი თავი. ახალი ნიორი 1 თავი. მარილი და პილპილი გემოვნებით. რომელები მოვთხარო? მოთხარო, რა? ნებისმიერი? ხო. მოთხარა, ვახო. ძალა ერთობაში. წავედით აბა. ეკალა საითა გააქვთ? ეკალა იქით არის, ხო? მაღლობს. აბა ეკალაც მოვკრიფოთ ცოტა, ხო? ეკალას მხალი მიყვარს ძალიან, ასე რომ.
სალათი. სხვათა შორის არის ძალიან ეკლიანი და ალბათ მაგიტომაც ეძახიან ეკალას. არის გემრიელებს, ნუ. პრასი მოვთხარეთ. ეკალასაც მოვკრიფავთ და მოვამზადებთ ძალიან გემრიელ ხალს. პრასის соуსი მიდიებით. პირველ რიგში ვამზადებთ პრასის соуს. რა თქმა უნდა, ბოსტანში დაკრეფილი პრასი არ მაქვს, ნაყიდია, მაგრამ არანაკლებად გემრიელი соуსი გამომივა. მოვაჭრეთ თავები. ესე დავანაყუწოთ პრასი დიდ ნაჭრებად და მოვწალოთ პრასი 25 გრამ კარაქში. სანამ კარაქი გადნება, დავჭრათ ხახვიც, ნახევარი თავი ხახვი, ნიორი, ორი კბილი, ესეც დიდად, უხეშად. ეს ყველაფერი გადაგვაქვს ტაფაში. ხახვი და ნიორი, ერთი ამოურიოთ, დავშალოთ ისე რომ ცოტათი მოიშუშა უკვე ხახვი, შეგვიძლია გადავიტანოთ პრასიც. მზად არის. გადავიტანოთ ბლენდერში. დავუმატოთ 100 მl წყალი და სუნელები. ცოტა მშრალი ბაზილიკი, 1 გრამი, იგივე რაოდენობის ორეგანო, პილპილი, მზად არის. აი ესეთი სქელი соуსი გამოგვივიდა. თავიდან ჩავასხათ ტაფაში. დავუმატოთ მიდიები. ეს არის დახურულ ნიჟარიანი მიდიები. დაახლოებით 400 გრამი. ამოურიოთ. მარილი გემოვნებით. და ჩაუგდოთ დარჩენილი 25 გრამი კარაქი. მიდიები მზად არის. ძალიან საინტერესო არომატი აქვს. გადმოვიტანოთ ჭურჭელში. დავუმატოთ ცოცხალი ოხრახუში. დაახლოებით კონის მეოთხედი. ესე წვრილად. ეს არომატსაც მიცემს და უფრო ლამაზიც გახდება. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტები ლიმონის გარეშე წარმოუდგენელია. პრასის соуსი მიდიებით მზად არის. მიდიები პრასის соусით. დახურულ ნიჟარიანი მიდიები 400 გრამი, პრასი 200 გრამი, 100 მl წყალი, კარაქი 50 გრამი, ნახევარი თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 5 გრამი ოხრახუში, ლიმონი 1 ცალი, სუნელები, ბაზილიკი 1 გრამი, ორეგანო 1 გრამი, პილპილიც 1 გრამი და მარილი გემოვნებით.
აქ-მაკ მოხარშული პრასი. აქ-მაკ მოხარშული ეკალა. უკან არის იმერეთი და ვიწყებ ფხალის მომზადებას. ეკალა არის მარტივი მოსამზადებელი და გაჩვენებ თუ როგორ მზადდება. აი ბევრი ეს ქართული ნიორია. ეს ქართული ნიორი. გადასარევი. ხო, ემახ მოაჭერე. თქვენი ბოსტონიდან, ხო? ჩემ ბოსტონიდან. და ეს ეკალაში გამოვიყენა, ხო, ჩვეულებრივად? იმას როცა დანაყო საკმაზე, იმასაც შეურია მაგრამ. იმასაც შეურია. მაგრამ ბევრი იქნება, ნახევარი მიეცი. ამის ნახევარი მივცე, ხო? ხო, ნახევარი. კინძი ოხრახოში ომბალო, ეკალასთვის. და ცოტა ჩანაყედებოდა ნიგოზი. და ნიგოზი, რა თქმა უნდა. ეკალა კარგად უნდა დაიკებოს, რომ მერე ნიგოში კარგად აირიოს. ძალიან წვრილადაც არ გვინდა. ეკალა ზოგადად ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ერთადერთი მე მგონი ყველაზე რთული არის თვითონ ეკალას მოკრეფვა. ეკალა დავკეპე. გადმოვიღებ გობზე. ეკალას ხარშავდი ნახევარი საათი დაახლოებით. თვითონ ეკალა ისეთი მცენარეა, რომ არ პატარავდება ხარშვისას. აშასე გავაგზელებ. პრასის დაახლოებით 15-20 წუთი ხარშავდი. პრასი ეკალასგან განსხვავებით ცირდება უფრო. ეკალა ფორმას არ იცვლის, ფორმას ინარჩუნებს, პრასი კი არა. პრასიც დავკეპე. თუმცა შეკმაზვა განსხვავდება ერთმანეთისგან და სულ განსხვავდება მარტო ერთი ინგრედიენტით. ეს არის ომბალო. მივხედოთ ეკალას. ამისთვის გვჭირდება სანაყი. რა თქმა უნდა, ნიგოზი. ნიგოზი დაახლოებით 150-200 გრამი და კარგად უნდა დავნაყოთ. ნიგოს ჩავუმატოთ ახალი ნიორი. ცოტა მარილი. მოდი ბარემ პრასისთვისაც ნიგოს დავნაყავ. და ორივეს ერთდროულად გავაკეთებ. ნიგოზი პრასისთვისაც მზად არის. დანაყული ნიგოზის რაოდენობა დაახლოებით იგივე 150-200 გრამი. ეხლა დავჭრი იმ მწვანილს, რომელიც საერთო აქვს. და ეს არის კინძი. რა თქმა უნდა. კინძი. ოხრახუში. ნაზიკობებიას ბოსტონიდან. აი აქვე მოკრეფილი, აქვე დაჭრილი და შიგნით პრასი და ეკალას მოვაყრე. პრასის ფხალს და ეკალას რაც კი ქონდა საერთო ინგრედიენტი უკვე დავკეპე და მოვაყარე. ეხლა განმასხვავებელი ინგრედიენტი, ეს არის ომბალო. ომბალოც ასევე ბოსტონში დაკრეფილი. მოვაყაროთ მხოლოდ ეკალას, მარილი. ნიგოს მე უკვე გავუკეთე მარილი, ასე რომ ბევრს აღარ მოვაყრე. ცოტა ღვინის ძმარი. 2 სუფრის კოვზი მე მგონი ეყოფა. და გემრიელად ამოვზილოთ. ეკალა მზად არის. ეკალას გემო რო არ გადაყვეს პრას. ძმარით გადავივლებ ცოტა.
ასე მე ძალიან გემრიელი გამომივიდა მე მგონი. ამას უნდა მჭადია. იმერული კაცებზე აწკაპული ნეშოს მჭადი 10 წუთში მზად იქნება. კაცის მჭადი. კაცის მჭადი. დავალაგოთ აგე. მოდი გამისიჯეთ. გასარევია. იმერული მჭადი, იმერული პრასის ფხალი და გემრიელესი ეკალა. ნაჭი გავეღო. გავსინჯო თქვენი გამისიჯეთ. ეს ეკალა. თქვენი დაკრეფილი. მე დაკრეფილი. თქვენი დაკრეფილი და თქვენი გაკეთებული. იმერული კერძების მომზადებაც ვისწავლე. ძალიან გემრიელი მომზადდა. გულით ვაკეთებდი და მაგინდა. იმერეთში მოგზაურობა არ დასრულებულა ჯერ. მე კიდევ დავბრუნდები ზაფხულში, როდესაც ნიყვის და ისრიმაყვის სეზონი იქნება. მოიცა! მოიცა!